მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ეხლა მინდა გკითხოთ თქვენ ერთი რამ. ვინ მიყურებთ პირველად და ვინ მიყურებთ მეორედ? ვინ მიყურებთ მეასეჯერ და ვინ მიყურებთ, რა ვიცი, ხანდახან შიგა და შიგ ხოლმე. ვინც მიყურებთ დიდი ხანია, ხომ? მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ყველა კარგად იცნობს ჩემს შინაგან თუ გარეგან ხასიათს. ხო. კიდევ მინდა გითხრათ, გამოვწერეთ წიგნი თინეიჯერის დღიურებიდან, სადაც არის უსასრულო სიბრძნე ჩაწერილი ამ წიგნში ჩემგან 16 ასაკში. ლაივში ვარ. კაი მეგავა. ჩაისი. აქეთ ვიქნები, აქეთ ჩავიძე. აი ესე. აქარითება შუქი გადაიწვა. აი ესე დავდგები. მეგობრებო, მე მინდა მოგიყვეთ დღეს აი იმ სიდებილებზე, რომელიც კაცის ძეზე არის დაწერილი, წმინდა წერილებში, ბრჭყალებში შევსვათ, წმინდა წერილებში, ვითომ და წმინდა წერილებში. მინდა გითხრათ, რომ კაცის ძე არის კაცის ძე და არა ღმერთის ძე. ქალიდან შობილი ძე, რომელიც გველს გაუჭეჭყავს თავს. აბა თუ იცით, რომელ გველს გაუჭეჭყავს თავს, მეგობრებო? იმ გველს გაუჭეჭყავს თავს, რომელი გველიც არის იხვი. იცით ვინ არის იხვი? აი ის იახვე, რომელმაც აწერინა ამ საცოდავ ადამიანებს სისულელეები, დიახ, და რომელ სისულელეებსაც მთავაზობენ, რომ ისწავლეო, ჯერო და მერე გველაპარაკეო. საყვარელო, მე რომ ვისწავლე, ზუსტად მაგიტომ გელაპარაკებით, აბა გიჯი ხომ არ ვარ, რომ დამიწყო ლაპარაკი ტყუილად, ესეც 60 მენდილზე. კაცის ძე მამხილა ზუსტად ეგ იხვი. ეგ მკვლელი და მრუში მოდგმისა. მამების დაწერილი ყველა ის სიდებილე, რომელიც დღემდე შემოგვატევის, როგორც ჩვენს გონებაში, ისე ჩვენს სულიერებაში და ისე ჩვენს მენტალში, ფიზიკურში თუ ასტრალში. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ მოგვიყვნენ ისეთი აბსურდი რაღაცეები, რომელი აბსურდი რაღაცების კაცობრიობას არც კი შეუძლია რომ გაიაზროს. ანუ ჩვენ რა გვითხრეს ის, რაც არ არსებულა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დაგვეჯერა. პირდაპირ გაუპატიურება არის ჩვენი გონების, ჩვენი მენტალის პირდაპირ გაუპატიურება. იცით რატომ მეგობრებო გეუბნებიან, რომ არა შენ ის არ გაიგო, მე ახლა შენ რომ გაგაუპატიურებ, შენ უბრალოდ უნდა მიიღო, რომ ეს ნორმაა, გესმით? What? რატო უნდა მივიღო? ამიხსენი კარგად, რომ 12 წლის გოგომ დღეს რომ მოყვეს ეგ ამბავი, რომ ღმერთმა დამაორსულაო, დაუჯერებს ვინმე? თქვენ რა დღეს არ დაუჯერებს ვინმე და იმ დროში დაუჯერებ და ვინმე? ან მღვდელი, ან ნებისმიერი მეზობელი, ან დედა, ან მამა დაუჯერებ და ვინმე? ჩემო საყვარლებო, აქამდე თუ ტყუილებში იცხოვრებთ, ძალიან გთხოვთ, დარჩით მაგ ტყუილებში, ოღონდ მე ნუ მომახვევთ მაგ ტყუილებს თავს. არავითარ შემთხვევაში მე მაგ ტყუილებს აღარ მივიღებ, იმიტომ რომ თქვენ ხართ აბსურდში. გაზრდილი ხართ ტყუილებში, აბსურდში და გინდათ რომ ტყუილები მოისმინოთ ჩემნაირი ადამიანებისგან, მაგრამ არა მეგობრებო, ჩემნაირი ადამიანებისგან მოისმინოთ მხოლოდ ტრანსცენდენტალურს გასულს. იმას, რასაც ჩემი შინაგანი მეტყვის და რაც ჩემს შინაგანში რეზონირდება, დანარჩენი თქვენი მოხოვული აზრები შეიტანეთ უკანალში კარგად, გესმით? და ის წერილებიც უკანალში შეიყარეთ. არ მჭირდება მეეგენი. თქვენი იყოს, თქვენივე მოგონილი ტყუილები და კარგად უსმინეთ იმ მატყუარა და ფარისეულ მღვდლებს, რამე თუ კარგად გამოგიყენონ, კარგად გიხმარონ და კარგად მიგაგდონ. დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით. თუ გინდათ მოისმინეთ და დარჩით ჩემთან და თუ გინდათ წადით მათთან ვინც ტყუილებს გიყვებათ, დღემდე ზღაპრებში გაცხოვრებთ და დღემდე მორალს გიტენით ტვინში. ძალიან კარგი.
ძალიან კარგი მომწონს რაც უფრო მეტი მონა ამ დედამიწაზე მით უფრო კარგად არის დედამიწა რამე თუ დედამიწას სჭირდება მონების გარეშე ვერ მოვიდოდა მოსავალი მონების გარეშე ვერ იმუშავებს ეს ინდუსტრია მონების გარეშე აბსოლუტურ სტაგნაციას განვიცდით ამიტომ გვჭირდება მონები ამიტომ მღვდლებსაც და პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ თქვენნაირი მონები ჩემნაირებს უკვე ვეღარ მოატყუებენ ბოდიშით მე უკვე სხვა კლასს ვეკუთვნი დიახ იმ კლასს რომელსაც უძახიან ბოზებს ქაჯებს ალქაჯებს და წვავენ ცეცხლზე შუა საუკუნეებში ხოლო დღეს უკვე ამბობენ გიჟია გაატარეო გიჟი თავისუფალიაო დიახ გიჟი თავისუფალია სწორედაც რომ გიჟი თავისუფალია და თქვენ მონები ხართ როგორ მოგწონთ ეს გამოსვლა ძალიან კარგი იყო ხო ამიტომ კარგად იყავით და გემშვიდობებით ჩაო